გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, დღითი დღე უფრო და უფრო მიზნელდება ეთერში სალაპარაკო თემის გამონახვა. იმიტომ კი არა რომ თემების ნაკლებობა, არა, თემებს რა გამოვლევს, უბრალოდ თემები გახდა ძალიან, ასე ვიტყოდი, აბსურდული. სადა ბუმბერაზი, აზრიანი, ძლევამოსილი, ჭკვიანი მოწინააღმდეგე. სადა ისეთი ანტაგონისტი, რომელთანაც შერკინება გამოიწვევდა სიამოვნებას და საკუთარი თავის პატივისცემას. სად არის და არსად? არა, ალბათ სადღაც არის ჭკვიანი, აზრიანი და ინტელექტუალი ადამიანი, ვინც არგუმენტირებულად არ ეთანხმება შენს მსოფლ მხედველობას, მაგრამ ის არ ჩანს. და ამიტომაც გვიხდება ისევ და ისევ იმ სახეგასვეთილ ადამიანებთან ჭიდილი და კამათი. არა, კამათი არასწორად ვიხმარე, ვის უნდა ვეკამათო? ხაბეიშვილს, მაჯგალაძეს, კუპრაძეს, პაატა ბურჭულაძეს, მათთან კამათი ეს საკუთარი თავის შეურაცხყოფაა. აი, თინა ბოკუჩავა რომ ავიღოთ მაგალითისთვის, განა თინა ბოკუჩავასთან შეიძლება რამე სერიოზულზე ილაპარაკო? მე ახლა მხედველობაში მაქვს არსებული პოლიტიკური ვითარება და არა ვთქვათ რამე განყენებული თემები. ისე საინტერესოა სხვა თემაზე, მაგალითად სოლფეჯიოზე, ან ფლორისტიკაზე, ან სანტექნიკის უკანასკნელ მიღწევებზე თუ შეიძლება თინა ბოკუჩავასთან ლაპარაკი. და უცებ წარმოვიდგინეს სწორედ ამ მიმართულებით თინა ბოკუჩავა რომ აღმოჩნდეს საინტერესო და აზრიანი დისპუტანტი. მაგრამ ეჭვი მაქვს რომ უახლოეს მომავალში ამის გამოცდის შანსი არ მექნება. ხონდა იმას ვამბობდი რომ ვინ დაიდო ცოდვა თინა ბოკუჩავა ნაცების თავმჯდომარედ რომ დანიშნა. დაღუპეს ფაქტობრივად გოგონა. როდესაც ცუთხასიაძე ვარ ხოლმე ქსელში თინა ბოკუჩავას გამოსვლებს ვეძებ და პოულობ კიდეც. დიახ, ვინც ეძებს აუცილებლად პოულობს და მეც პოულობ. უსმენ, უყურებ და ძალიან ვხალისობ. კი ვხალისობ, თუმცა არ მოვერიდები იმის თქმას რომ მეჩვენება ამ გოგომ რუსეთის თემაზე ცოტა, როგორ თქვა ეს კორექტულად, ცოტა გარეკა. მისი ახლობლების ადგილას განგაშის ზარს შემოუკრავდი. ყოველი 3-4 სიტყვის მერე ბოკუჩავა აუცილებლად რუსეთს, რუსულს, რუსს ახსენებს. თანაც თუ დააკვირდით ამ სიტყვას განგებ უტრირებს, რათა ყველას დაანახოს თავისი დამოკიდებულება ავი ჩრდილოელი მეზობლისთვის. აი, ასე ამბობს ხოლმე რუსული. ხომ გახსოვთ მაკარტიზმის ბნელი პერიოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის ცნობილი შემთხვევა, რაც მოუვიდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯეიმს ფორესტოლს, რასაკვირველია გახსოვთ. და ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, ჯეიმს ფორესტოლი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაამწესეს პარანოიდალური ბოდვით რუსების თაობაზე. და ბოლოს თავიც მოიკლა, ფანჯრიდან გადმოხდა ყვირილით, რუსები მოდიან. ამის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ვინმემ გაიზიაროს ჯეიმს ფორესტოლის ბედი, მით უმეტეს მშვენიერმა გოგონა თინა ბოკუჩავა, მაგრამ რაღაც ამ მიმართულებით მის რიტორიკაში კი ვატყობ გადახრას. როგორ ვფიქრობ, ხომ არ თამაშობს მეთქი. იმიტომ ვფიქრობ, რომ საღი აზროვნების ადამიანი ასე არ იქცევა. ამხელა პოლიტიკური ძალის თავმჯდომარე თუ გემდივანი სრულიად საღი აზროვნების ადამიანი უნდა იყოს, რათა ყველა და ყველაფერი აკონტროლოს. მას უნდა ჰქონდეს ცივი გონება, სუფთა ხელები და ცხელი გული. ამიტომაც იქნებ თამაშობს მეთქი ეს გოგონა, მაგრამ ვაი და არ თამაშობს. ვაი და მართლა გონია რომ უკვე შუაგულ რუსეთში ვართ, რომ დღე-დღეზე მოხდება რუსეთში ჩვენი გაფორმება გუბერნიად, ანუ ოკრაინად, რომ ჩვენი პარლამენტი საიდუმლო სხდომებზე იღებს კანონს სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადებას და ღამღამობით კი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ვერფრენით მოსკოვში, კრემლში მიფრინავს და ის კუტაფიის ან სპასკის კოშკში პუტინსა და ლავროვთან ერთად პელმენს მიირთმევს. მძიმე სიტუაციაა, მეგობრებო, ძალიან მძიმე. მძიმე იმიტომ არის, რომ ამ ხნის განმავლობაში ამ სახე დაკარგულებმა რუსული საფრთხის გარდა ვერაფერი მოიფიქრეს და იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ხალხის მასაში არ გაჭრა ამ ნარატივმა. და რა გონია თინა ბოკუჩავას, რაც უფრო ხშირად და
დემონსტრაციული ზიზღით გაიმეორებს სიტყვა რუსულს, ხალხს ამით დააშინებს და ნაცებისკენ სახით მოაბრუნებს და ოცნებისკენ კი საპირისპირო ადგილით? არ ვიცი. მეგობრებო, ჩვენ ყველამ ვიცით რა არის რუსეთი და როგორია რუსეთი და რა შეუძლია რუსეთს. ბოგოჩოვას შეხსენება არ გვჭირდება, მაგრამ ისიც ვიცით, უბრალოდ იმასაც ხედავთ, რომ დღეს რუსეთის რამნაირი გავლენის კვალი არ არის ჩვენს ქვეყანაში. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ჩვენს სუპერმარკეტებში რუსული მაიონეზის სახეობა მომრავლდა. ესაა და ეს. მაგრამ იმ მაიონეზის არ გვეშინია. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.